გამარჯობა, მე ვარ ლელა. მე ვარ ლილე. ძლივს დავაყენეთ ეს ვიდეო ისე, რომ ჩავედიოთ ორივე კადრში, მაგრამ მგონი ცოტა უხერხულად ვხედავთ. ჩვენ გადავწყვიტეთ გაჩვენოთ ლილეს ხელნაკეთი ნივთები და მე როგორც მასწავლებელმა გესაუბროთ მშობლებს თუ როგორი მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში შემოქმედებით უნარებზე მუშაობა. შემოქმედობითობა გულისხმობს დიდარ ფანტაზიას, წარმოსახვას, წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას, რაც შემდეგ აკადემიური გარემოსთვის ამზადებს ბავშვებს და მაგალითად წერა უადვილდებათ. ამასთანავე სოციალიზაციას უწყობს ხელს, რადგან როცა რაღაცას აკეთებს, მას უჩნდება გაზიარების სურვილი, სხვებისთვის ჩვენების სურვილი. ასევე კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს, ფიზიკურადაც ავითარებს ბავშვს შემოქმედებითობა და როგორ უნდა განვავითაროთ ეს უნარები, ცალკე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ კი გსურს ბავშვის შემოქმედებით უნარებზე ვიმუშაოთ, პირველი, რასაც გამოვყოფდი, ეს არის ერთად კითხვა. მე ვფიქრობ, როცა ლილეს ვაკვირდები, წიგნიერება ადრეული ასაკიდანვე განავითარა მისი ფანტაზია, ყურადღების კონცენტრაცია, პრობლემების გადაჭრა, რადგან მოსმენისას ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის პერსონაჟებზე დაკვირვება, ვთქვათ, და ეს ყოველივე, ხო, აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს თავისი სივრცე და მოვამარაგოთ რესურსებით, მყუდრო გარემო შევუქმნათ, თამაშისთვის თავისუფალი დრო ჰქონდეს, აუცილებელია კიდევ გარე სივრცეში დიდი დროის გატარება. შემდეგ თუ გამახსენდა ნელ-ნელა კიდევ გაგიზიარებთ, რომ არ მოიწყინოს ლილემ ჩემი საუბრისას და ახლა ჩვენ გაჩვენებთ ნელ-ნელა რა საკეთებს ლილე, როგორ ატარებს თავისუფალ დროს. ასევე სურს იმის თქმა, რომ შემოქმედებითი უნარების განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რადგან ბავშვს ასწავლის ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად დროის ნაყოფიერად გატარებას და მარტო თამაშს. როცა ბავშვს უნარი განვითარებული აქვს, მას შეუძლია დამოუკიდებლად გაართოს საკუთარი თავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეკრან დამოკიდებულებისგანაც იხსნის ამასთანავე. თუმცა ეკრანთან ურთიერთობას თავიდან ვერ ავირიდებთ, მაგრამ თუ კი მომზადებულად დავხვდებით ამას, ხო? თუ კი ბავშვი დიდ დროს გაატარებს საწყის ეტაპზე, კეთებით ბევრ რაღაცას გააკეთებს საკუთარი ხელებით, პაწია ხელებით, ეს ძალიან დაგეხმარებათ თქვენ იმისთვის, რომ შემდეგი წლები მშვიდად, ნაყოფიერად გაატაროთ ბავშვთან ერთად. მოდი დავიწყოთ ლილე და ხომ არ მოიწყინე? არა. ვილაქლაკე ხო? გაიგე რამე რაც თქვი? კი. კარგი. მოკლედ, ჯერ მინდა გაჩვენოთ ბალიში. თქვენ იცით რომ მე ბალიშებს ვკერავ და ლილემ მთხოვა რომ შემეკერა მისთვის ბალიში. ბალიშის პირი შევუკერე და თავად მოხატა ასე ლილემ ეს ბალიში. ახლა გითხარი რა დახატე ლილე? ცოტა გამოფხიზული. რა დავხატე? რა დახატე? რა დავხატე? ეს ორია, ეს შეხედე რა სიყურე? ირემია. ეს კიდევ პეპლებია, გულები, რაღაცები და აი კიდევ ხო, მეტი არაფერი, ხო? მეტი არაფერი და ლოკოკინები და რამბელახი მეტი არაფერი. ხო. და მისის ძინავს ხოლმე ლილეს გემრიელად ამ ბალიშზე და ესე მაგრამ ეხლა აღარ დავიწყო, მაგრამ პერიოდია აღარ ძინავს. მე გაჩვენებ, მოკლედ ლილე ნაგავს არ ვყრით, ყველა უსარგებლო ნივთისგან რაღაცას ამზადებს. ეს გინდა ვაჩვენოთ? აბა გითხარი რა არის ეს? ეს არის წიგნი ჩემ ხელით ნაკეთი, რომელიც დედი იყოს, რომელიც თისამაგის საჩუქას, იქი დამოვადეს და გავაკეთე. პარკით და ამ ცაკეთ და რავი.
აბა გახსნა ხელისებათი რაღაცა. ცხელწებოსაც იყენებს. აქვე მინდა თქვა, რომ ლილეს ამგვარი უნარების განვითარებაზე დიდი წვლილი მიგვიწვევს მთელ ოჯახს, განსაკუთრებით მე და მის უფროს დაიკოს თეკლას, რომელიც მუდმივად ფუსფუსებს და ლილე მას უყურებს, შემდეგ სურვილი უჩნდება. აქ აქვს ესეთი, აბა გვაჩვენე შეგვახედე დღიური, ხო? მინდა ხელნაკეთი დღიური და აქ აქვს დაწერილი, აგვიკითხე? ლილე, მამა, დედა, მამა, ლილე. ხო, ესეთი რამდენიმე ასოც იცის და ისე შეკრავს. ერთი სიტყვით როგორც აღნიშნა, ეს გააკეთა, დაამზადა ჩემი თმისამაგრიდო შიგნით და ლენტითა და ქაღალდით. ახლა მე გაჩვენებთ ტორტის დასადებს, რომელსაც მოხსნა ბრჭყვიალა ქაღალდი და აი ესეთი რაღაც დახატა. და ჩამოკიდებული მაქვს ჩემს ოთახში. ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი. შემდეგ ლილე. ხო. როდესაც რომ მაქვს მეც ლილესთან ერთად ერთობი, რადგან ვიცი პირადი მაგალითის მნიშვნელობა, ამას ყოველთვის აღნიშნავ და იცით ძალიან სასიამოვნოა, როცა დროს ატარებ ბავშვთან ერთად და რაღაცას აკეთებ. შემდეგ ის იმეორებს შენს საქმიანობას. კეთებით სწავლება, შემოქმედებითობა, არ ფიქრობთ, რომ ესე ცალკე ისწავლება. ეს არის რუტინა, სახლის დაალაგება თუნდაც, სამცხრის გამოცხობა, ყველაფერში ჩემთან ერთად არის ხოლმე ლილე და ეს ყველაფერი შეგვიძლია ვაქციოთ შემოქმედებით პროცესად. აი დაბადების დღის happy birthday ეს ასოები, ასე მივაკერე საკერავი მანქანი და შეგიძლია მოისხა მოსასხამი და თქვათ პერსონაჟად გადაიქცე, ზღაპრები მოყვნენ ლილემ და მისმა მეგობრებმა. ერთხელ აუცილებლად მოვაწყოთ ეზოში ზღაპრის დღე, ხო? და შეგიძლია კაბად შემოიცოდა იფრიალო. ლილეს გონი დიდად არ მოეწონა ეს, თუ მოგეწონა? ხო. მე უფრო გამოვიყენებ მგონი, ჩემს მოსწავლეებთან. კარგი. ახლა მოდი ვნახოთ. ეს მიყვარს ძალიან. ხელნაკეთი ექიმის ჩანთა გამიკეთეო და მოკლედ თვითონ შექმნა ეს რისგან გადაამზადე აღარ მახსოვს რაღაც. ეს აი ამას რაც ეკრობ ჭყავიალეს უკნი და იციკროთ ნაცრისფერი და აქედან ოქრო ეკრო და ცისფერით ნაცრისფერით გავაკეთე ეს მივაწებე. ექიმის ჩანთებს რომ აქვს ხოლმე და როგორც მახსოვს თავის დაიკო დაეხმარა, ხო? თეკლა დაგეხმარა. ცხელი წაბოთი გავაკეთე და თეკლა ცხელი წაბოთი. სხვადასხვა ამ ჩანთის დანახვისას გამიჩნდა. გავაკეთე. ეს იდეა გამიჩნდა რომ დაემზადებინა. მაქვს ისეთი ნივთები ვერ ვყრი, აი მაგალითად ძაფითგან, ქაღალდისგან და ძაფისგან ბანტი და როცა ვიცი რომ იმაზე დაკვირვება კი არა და წარმოდგენა რამდენი იშრომა თავის პატარა ხელებით, თუნდაც ეს რომ გადაეხვია, ვინახავ და ვერაფრით ვიმეტებ რომ გადავაგდო. ძალიან გინდა რაღაც გვაჩვენო. აბა გვაჩვენე? ეს ჩემ მეგობარს უნდა მეჩუქებინა. მე ახლოს ვიწია. სახელად სოფია და უკან აი ეს საწყილია. აჰა. დაბადების დღის მოსაწვევი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ იმ დღეს სოფია. არა, ეს დაბადების დღის მოსაწვევი არა, ის შენ დაუწერე ეს მეორე და. ხო, ისე წერილი. ეს მე დაუწერე. კარგი. აი ეს არის თავის სამიკოს წინდა და აკეთებდა თოჯინას, მაგრამ ვერ დაასრულა. შიგნით აქვს ჩამაგრებული, ხო? აი ესეთი წვრილი ლენტისგან დამიმზადა ყელსაბამი, უბრალოდ ვერ ვიპოვე ის და რაღაცები დაახატა და მე ყელზე შევიბი და ულამაზესი ის გამოვიდა ყელსაბამი გამოვიდა. და შიგნით რაღაცა დევს, მაგრამ ვერ მოაყარი ამის მიჩუქება, გადაჩუქება. ეს მიყვარს ძალიან კიდევ ლილე, აბა შენ კიდევ მაგ წერილით ხარ შთა მოხიბლული, ხო? ხო. აჰა. აი ეს. აჰა. ეს წერია. აქაც წერია იგივე. აჰა. კარგი. ეს ლილე როგორ დაამზადე? ჩანთა ვიყიდეთ, მოგყევი რა, როგორ დაამზადე ეს თუ გახსოვს მე მახსოვს. ეს ჩანთა ვიყიდეთ ესეთი რაღაცა იდო ჩანთაი ამ ეს იდო ჩანთაში. ღრუბელი იდო ჩანთაში ეს. ხო, ღრუბელი იყო ჩანთაში და აი
სახში, აი სახში რომ ავიტანე, ძაფით და ნემსით, მახათით გავაკეთე, ეს ძაფები გავუკეთე მახათით და ნაწრის საღებავებით გავუკეთე ეს თვალები და რაღაცეები და ესე. გვირგვინიც ჰქონდა, მაგრამ მოსძრა ეს გვირგვინი და ნახე თამარ მეფეს გვირგვინი როგორ უხდება კადრში და ხედავ? კარგი, შემდეგი მითი, ლილე, გუშინდელი ხელნაკეთი, თუ შეიძლება გითხარის რა არის? კიდევ ცოცხი. ცოცხით? აბა სად არის ცოცხი? იმდენი რამეა, მგონი ვერ მოვასწრებ, ჩქარ-ჩქარა უნდა ვაჩვენოთ, რომ აი აღარ არის ცოცხი. ხო, გამოჩნდება, მოდი ეგ ვაჩვენე ჯერ რა არის. ეს არის ცოცხი. აქანტაზი. ხო, აქანტაზი უხასად. ნახეთ, ეს ჩანთა მიყვარს. თეკლამ შემიკერა ჩემო თამს. მინდა თეკლამ შეუკერა და ლილე მოხატა. რა ნაჭრისგან არის ეს აღარ მახსოვს აბა ფატე. იმ ნაჭრისგან აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს ხო? ხო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის წვრილი მოტორიკის განსავითარებლად. აი ეს არ ვიცი რა ქვია, წვრილი თვლების დამაგრება და ერთი კვირა ამზადება. ეგ ეს ბრელოკია და ერთი კვირა თითქმის ვამზადებდი. დიახ. და ეს ძლივს ჩამოვკიდე. და ძალიან ლამაზია ბრჭყვიალებს. ხო, კიდე არც კი ვიცი რომელ ჩანთაზე მივაწებო. მივაწება რა ჩამოვკიდე რა. სკოლის ჩანთაზე, სკოლაში ხო გადავწყვიტეთ რომ სკოლაში რომ მიყვა. ეს არის კიდევ ყუთი, აი ასეთი მე დავამზადე კოლაჟი და კოლაჟზე რომ ძაფები ამოვიღე. სად მიდიხარ? მე მოდი დავასრულებ მალე. კანფეტის ჭამა მომდა, შეგიძლია აქ მიირთვა, ოღონდ ცოტა ხანი მოითმინე, ბანემ დავამთავროთ ლილე, ხო? კარგი. ეს ქალთევზას კუდი, სამაგისტრო თემაზე რომ მუშაობდი, მაშინ მომადგა და მე დავუმზადე და მე თვითონ მიაკრა. კიდევ ლილე რა გვაქვს? ხო, არ ვიცი, აი უთვალავი რაღაც გვაქვს, რომელსაც ვინახავ. ესეც საინტერესო. მან მუთმინების ნომრებს წერ. ხო, და კიდევ რა გვინდოდა? ხო, აი სპელსაბანი. აი ეს მარაოა. ეს მარაო. ერთემაც გაიღვიძა, ცოტა ხანი გვაცადეთ ბიჭებო. ხო, ეს რაღაც მე გამიკეთა წიგნაკივით. ეგ ჩემია და ეს არის წერის მცდელობა, ძალიან მიყვარს ეს ვინახავს აგულდაგულად. ვაიდა მე წავკითხა. ხო. მეც მახსოვს ბავშვობაში რომ წერას სწავლობდი, ფანჯის აფაზები თან ვიჯექი ჩემს ოთახში და რგოლებს ხაზავდი. დაწერე აი. ლექსი არ მოიგონე? ხო და აღარ მახსოვს. აი ეს. მოიცადე ფოთლები აყვავებულა. ხო, მზე აჭიკჭიკებულა. ჩვენია ბუნება, რაღაც ასეთი ლექსია. ვერ კითხულობ კარგად, იმიტომ რომ არეულია გადახასული. მოკლედ ლექსიც დაწერა. ხო, კიდევ დავასრულოთ ახლა ნელ-ნელა. ესენი გვაქვს ბევრი შენახული. და მაგის წიგნით. წიგნით გვაქვს ლილეკო, რომ შენ არ გაიღალო ამდენი ხანი აქ ყოფილ. აი, ხო ეს მინდა გაჩვენოთ. ყვავილებს რომ გჩუქნიან, ასე წებოვან ლენტზე ვაწებებთ და მე ჩუქნდა. აქ ვაწერთ მე რომ ჩუქნა, მე დავამზადე და ლილეც ეხმარებოდა. დედას ნაჩუქარი ესამანი, ქეთის ნაჩუქარი გვირილები, ბავშვებმა ბუჩქის ყვავილები მარჩუქეს მეთქი. ხო, და ლილეც ამზადებს ხოლმე. ასეთი რამ გავაკეთეთ კიდევ ლილე გახსოვს? წიგნის შესახვევი ქაღალდისგან. ნახეთ. მან ყვავილებს ვებთ. მოწედეთი კვეკრი არ აიჭყანო. ხო? და კიდევ რომელ. აი ნახეთ. ბიბლუსის, მაღაზია ბიბლუსის ქაღალდის წიგნის შესაფუძ ქაღალდისგან და ჯიბეები აქვს და ამ ჯიბეებში ვინახავთ ამ ყვავილებს, ან თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა რამ შეინახოთ და ორი რამ უნდა ვაჩვენო კიდე ლილე. ეს არის ხელნაკეთი გასაფერადებელი ლილე. თავად მოგვიყევი, აბა თვითონ შეკრა ეს წიგნი და ზოგი რამ თვითონ დახატა.
ზოგი მე მთხოვა და მე დავუხატე. ახლა გასაფერადებელი გაქვს ბევრი რა. მილე. მოიწინე? კიდევ ჩანთა. ეს ჩანთა მიყვარს ძალიან და ამ ჩანთით დავასრულოთ ხო მილე ჩვენი ვიდეო. არა, მაგით არა. აბა? იმ წიგნით. წიგნი? ხო, წიგნი. მოკლედ ჩანთა შევუკერე ლილეს და მანამდე თეკლა თავის მეგობარს შარვალი გადაუკეთა და ჯინსის ნაჭრები დარჩა. ლილემ ნაჭირსაღებავებით დახატა ასეთი რამ ნაჭერ ჯინსის ნაჭერზე და მე მომაფიქრდა რომ ამაზე მიგვეკერებინა და ახლა ლილე მათხოვა ეს ჩანთა და სკოლაში დავატარებ ბავშვების რვეულებს. წადი მოიტანე ხა ეს წიგნი. ძნებს მოვაწყვეთ აქ რომ ჩავტეულიყავით. მოდი. ეს არის ჩემი საყვარელი წიგნია. სახელად ქვია. უშბა? და ამას რომ კითხულობთ ხოლმე, მაგრამ გუში მეწამეკითხეთ. ვერ წავიკითხეთ გუში. და რატომ ვანთავრებთ ამ წიგნით? როგორც დავიწყე, კითხვა ავითარებს შემოქმედებით უნარებს, ფანტაზიას, ყურადღების კონცენტრაციას, უწყობს ხელს. მოიცადე არ წახვიდეთ და ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ ნინო ლომიძის ეს წიგნი, უშბა ახლა ვკითხულობთ, ამიტომ გირჩევთ. ძალიან მოსწონს ლილეს და თქვენ გაიცნობთ უშბას, უსაყვარლეს უშბას თავის დედიკოსთან ერთად და როგორ ცდილობს რომ გაიცნოს გარემო, როგორი მეგობრები ჰყავს, როგორ ერთობა უშბა. ძალიან მოსწონს ლილეს ეს ხო? უკანაც მაქვს ხელნაკეთი ნივთი, თარო მუყაოსგან დამზადებული ასეთი. და ერთი სიტყვით მიეცით ბავშვებს უფლება რომ გამოავლინონ თავისი შემოქმედებითი უნარები, მოხატონ კედლები, სჭირდებათ ფანქრები, ქაღალდები, წიგნები და მათთან ერთად დროის გატარება არ უნდა დაგვეზაროს, ჩავრთოთ ყველა პროცესში, დაუშვან შეცდომები და ვუთხრათ რომ არაუშავს. და მე თქვენ თვითონ მშობლები ისიამოვნებთ იმ პროცესით რომ როგორ ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს. მადლობა დედა, ისეთი კარგი გოგო ხარ, მოდი დავამშვიდობოთ. კარგად. ხო, შენ გითხარი რომელი ნივთი გიყვარს ყველაზე მეტად? აი ამ შენი ხელნაკეთი ნივთებიდან. ყველაზე მეტად ალბათ ეგ წერილი? არა. აბა? ეს და აი ეს. კარგი, მადლობა. რატი შეაბადე? კარგად. კარგად.